მე ვარ ალექსანდრე ცერცოზე 11 წლის. ვსწავლობ სკოლა ლომიში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 3 წელია ვთამაშობ გდანის აკადემიაში. ყავს ორი მწვრთნელი, აჩიკო ცალქალამანიძე და ირაკლი აბრამიშვილი. უფრო მხიარული და მეგობრულია აჩი მასწავლებელი. ირაკლი მასწავლებელი არის მკაცრი, მომთხოვნი და სერიოზული. ისე ორივე მასწავლებელი ძალიან კარგია და ყველა ბავშვს გვიყვარს. რაც მთავარია, უყვარს ფეხბურთი და ბავშვი. მე ვთამაშობ მარცხენა მცველის პოზიციაზე. ადრე ვიყავი ცენტრალური ნახევარმცველი. პოზიცია იმიტომ შევიცვალე, რომ გუნდ დაცვაში დახმარება დასჭირდა და მეც დავეხმარე. ახლანდელ პოზიციაზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა თავით თამაში. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ინიესტა და საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 4 ნომრით. უკვე იმდენი შეჯიბრება მქონდა, რომ ვეღარ ვცვითვლი. ყველაზე კარგი თამაში იყო დღეს დინამოს აკადემიას მოვგეთ 4-1. მე დაცვაში ვითამაშე კარგად და ვიყავი საიმედოდ. ფეხბურთელობა რომ გადავწყვიტე, ვიყავი 8 წლის. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მოჭიდავი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებდი დინამოს აკადემიაში, შემდეგ გადავიდოდი ბარსელონაში და კარიერას დავამთავრებდი ინტერში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ფეხბურთის მწვრთნელი. სიამოვნებით ჩავიბარებ და გავწვრთნი დინამო ბათუმს. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი კლასელები და მყავს კარგი დამრიგებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლუკა ვეკულა. ყველაზე ჭკვიანია ბეზო ხაბალაშვილი. ყველაზე მშვიდია სოფი კუჟინაძე. ყველაზე ცელქია ბექა ზარდიაშვილი. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო თოდუა. იმიტომ რომ ნინო მასწავლებელი არის მეგობრული, ჩემი პირველი მასწავლებელია და ბავშვები ძალიან უყვარს. ახლა მინდა ვიყოთ 18 წლის, რადგან გავხდები პროფესიონალი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს პატარა ძმა. ჩემი და არის 21 წლის და ჰქვია ნინი. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა მის ოთახში შევდივარ. ლიანობაში კარგი გოგოა და ძალიან მიყვარს. მამიკო არის ჭკვიანი, სტუმართმოყვარე, მხიარული და მშრომელი. დედიკო არის საყვარელი, ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს მისი გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. კარგ ნიძლებზე შემიძლია შევჭამო 25 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 15. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 23 წლის. მეყოლება ერთი ბიჭი, რომელსაც დავარქვი იოსებს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დავეხმარებოდი ყველა გაჭირვებულ ხალხს საქართველოში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია წრიპა ბიჭი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ნებისმიერ პოპულარულ ფეხბურთელს, მათ შორის ჩემსაც. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მეც მინდა მარტო იყო სახლში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემ დეიდაშვილ თაკო პიპანაშვილთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 23 საუკუნის ამერიკაში. ჩემი ოცნების აჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ნაკრებში გამოძახება და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.